რა ვითარებაა რეგიონებში, როგორ გეგმავს ხელისუფლება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას და როდემდე გაგრძელდება უამინდობა დასავლეთ საქართველოში? ბექამ ჭედლიშვილი გვერდება ამ ინფორმაციით პირდაპირ ეთერში. Diaspata am თემაზე რამდენიმე წუთის წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გააკეთა კომენტარი, როგორც სამინისტროში აცხადებენ სულ სტიქია მძინვარებს დასავლეთის რაიონის 5 მუნიციპალიტეტში, ესენია სვანეთი, ხობი, ოზურგეთი, ვანის მუნიციპალიტეტი, ასევე ჩოხატაური და ლანჩხუთი. ოფიციალური ინფორმაციით განსაკუთრებით რთული ვითარება ჩოხატაურის რაიონში, სადაც 17 სოფელს შეეხო სტიქია და აქ ძირითადად დაზიანებულია გზები და ხიდები, თუმცა პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები. რაც შეეხება სვანეთის სოფელ ლახამულაში, სადაც არის ყველაზე დიდი საფრთხე იმის, რომ მოხდეს მეწყერი და ნაწილი არის უკვე ჩამოშლილი, როგორც სამინისტროში აცხადებენ, აქ სიტუაცია არის არაკონტროლირებადი. ოფიციალური ინფორმაციით ამ ეტაპზე ადგილზე არის დამონტაჟებული სპეციალური ჩამკეტები, რომელიც მიწის ნაკადს შეაჩერებს, თუმცა როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში აცხადებენ, მაინც ბოლომდე იმ შემთხვევაში, თუ დიდი მასა წამოვიდა, ბოლომდე ამ შემთხვევაში საფრთხე თავიდან აცილებული ვერ იქნება. პრევენციისთვის გუშინ ღამევე უკვე 20 ოჯახი სოფლიდან გაიყვანეს. საფრთხე საკმაოდ მაღალია, იმიტომ რომ ის მთლიანად თუ მეწყერი წამოვიდა, დიდი იმედიც გვაქვს, რომ არ მოხდება ესე, შეიძლება სოფელი მთლიანად ჩაემარხა, ამიტომ ადამიანებს რომ ჯანმრთელობას არ შეექმნათ პრობლემა, გამოყვანილები არის. ძალიან დიდი რაოდენობით ლაფია, როგორც მეწყერის ზემოთ და მოდის და გადმოდის მთლიანად გზაზე. ჩვენ პარაპეტები დავაყენეთ, რომ სოფელზე არ წავიდეს ეს ლაფი, მაგრამ მთლიანად თუ მოწყდა, ამას ვერავინ ვერ შეაჩერებს. არის მილი, სადაც ამის გატარება ხდება და ხდება დროულად მისი გაწმენდა, რომ აი რაც მოდის, უკვე ერთი კვირა ამოდის ამ ძველი წვიმების შედეგად და ასევე გზაზე გადატანა. თუ საჭირო იქნა, შეიძლება აფეთქებაც კი მოახდინოთ იქ, რომ გავატაროთ ეს ლაფი და არ მივუშვათ სოფელს. აბსოლუტურად ყველა სოფელში, სადაც ესეთი არხიდი არის ჩატეხილი, თუ სადმე არსებობს ალტერნატიული ხიდის შესაძლებლობა, ან გზა არის მეწყერი ჩამოწვა და არსებობს საფეხმავლო, ყველგან ხდება ამის გაწმენდა, რომ პირველ ეტაპზე არ მოწყდეს უბრალოდ სოფელი, თქვათ, გარის სამყაროს. სამინისტროს ინფორმაციით ადგილზე მუშაობენ სპეციალური კომისია და კომისიის წევრები ითვლიან ზარალს, თუმცა როგორც სამინისტროში აცხადებენ, ის თანხა, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში არის, არ არის საკმარისი, შესაბამისად პერიოდულად თანხა იგზავნება ცენტრალური ბიუჯეტიდან და ხდება ადგილზე დახმარება სხვადასხვა პრობლემებისათვის. ასევე ცოტა ხნის წინ ჩვენ გავესაუბრეთ ჰიდრომეტცენტრის დეპარტამენტს, სადაც ამბობენ, რომ ტერიტორია სვანეთი, იქ სადაც ყველაზე დიდი არის მეწყერი, არის მეწყერსაში ზონა ზოგადად, მათი ინფორმაციით უახლოესი 2 დღის განმავლობაში ცუდი ამინდი ტერიტორიაზე ისევ შენარჩუნდება. დიდი მადლობა, ეს იყო ბექამ ჭედლიშვილი და ახლა